საღამო მშვიდობის დღეს 2 მაისია პარასკევის სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის და მშრომელთა საერთაშორისო დღის კვირეულში ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის ფუნდამენტური ნაწილია. 33 დაღუპული, 257 დაშავებული და ასობით გაფრთხილება და ჯარიმა კომპანიებს. მორალური ვალდებულება უნდა იყოს, რომ იზრუნოს თითოეული დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. რატომ ვერ ხერხდება სამუშაო ადგილებზე ფატალური შედეგების თავიდანაცილება კერძო სექტორში? მარტო დამსაქმებლისკენ თითის გაშვერა არ იქნება სწორი. როგორ შეიცვალა დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით? ეს ცვლილებები იწევს საჯარო სამსახურის პოლიტიზირებას და რა აქტივობებს ახორციელებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მშრომელთა უფლებების დაცვისთვის? ჩვენ გვაქვს უამრავი მექანიზმები ამ საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით. სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა და მშრომელთა საერთაშორისო დღე საქართველოში და მსჯელობა დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და იურიდიული დაცვის მექანიზმებზე. გაუმჯობესთა თუ გაუარესთა მდგომარეობა. $33 დაღუპული და 257 დაშავებული. ეს სამუშაო ადგილებზე 2024 წელს მომხდარი ფატალურად და არაფატალურად დასრულებული უბედური შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებული მაჩვენებლებია. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების სამსახველი უფრო დეტალური სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, შრომის ინსპექციის სამსახურში ირწმუნებიან, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კერძოდ 2024 წელს წინა წელთან შედარებით საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად აღრიცხული ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია 24%-ით, მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 25%-ით, ხოლო საშუალო სიმძიმით დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 26%-ით. რაც შეეხება კომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს, შრომის ინსპექციის ინფორმაციით 2024 წელს შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული იქნა 2282 შემთხვევაში, საიდანაც 1804 შემთხვევაში მოხდა გაფრთხილება, 134 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება, ხოლო 344 შემთხვევაში დაჯარიმება. აღნიშნულის მიუხედავად ვითარებას არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და პროფკავშირების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ინსპექტირების პარალელურად აუცილებელია ჩატარდეს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებიც. რაც შეეხება დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას, ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ვითარების ფონზე ახლა ყველაზე აქტუალური საჯარო სამსახურებში მიმდინარე პროცესებია. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის შეფასებით საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამძიმებს. ამასთან სხვადასხვა საჯარო უწყებებში უკვე ჩატარდა, მიმდინარეობს ან იგეგმება რეორგანიზაცია, რასაც უკვე მოჰყვა ან შესაძლოა მოჰყვეს ცალკეულ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება. მოკლედ, როგორია დასაქმებულთა მდგომარეობა დღეს საქართველოში უსაფრთხოების და უფლებრივი თვალსაზრისით, რომელ სექტორებში გვაქვს უკეთესი და უარესი მდგომარეობა და რა და რამდენად ეფექტიანად კეთდება ამ კუთხით მაღალი სტანდარტების მისაღწევად? დღეს ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმრები კი იქნებიან შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ჯემალ შაინიძე, საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის საინიციატივო ჯგუფის თანათავმჯდომარე კახი სამხარაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად შემოგთავაზებთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების, საჯარო მოხელეთა დასაქმების და კომპანიების მონიტორინგის შესახებ. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად მონაცემები ინციდენტების შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინციდენტების ნაწილში არ მოიცავს 2024 წლის მონაცემებს, 2023 წელს წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა არაერთგვაროვანი ტენდენცია, კერძოდ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა 1 ერთეულით, ხოლო დაშავების გაიზარდა 17 ერთეულით, ანუ 5%-ით. რაც შეეხება დინამიკას, 2019-2023 წლებში გარდაცვალების საშუალო წლიური მაჩვენებელი არის 38, ხოლო დაშავების საშუალო წლიური მაჩვენებელი 270. ამავე მონაცემებით 2023 წელს წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა კლასიფიცირებული არაფატალური უბედური შემთხვევების ზრდა, კერძოდ შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით მძიმე შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 8 ერთეულით, ხოლო საშუალო სიმძიმის შემთხვევების რაოდენობა 9 ერთეულით. რაც შეეხება დინამიკას,
2021 წელს მძიმე შემთხვევების რაოდენობა იყო 58, ხოლო საშუალო სიმძიმე 195. 2020 წელს შესაბამისად 57 და 192 და 2019 წელს 51 და 117. მონაცემები უბედური შემთხვევების შესახებ ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით 2023 წელს ყველაზე მეტი ფატალური უბედური შემთხვევა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, ხოლო არაფატალური საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში, რაც შეეხება სხვა სექტორებს, 8 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, 2 სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, თითო ვაჭრობასა და მასპინძლობის სექტორში, ხოლო ასევე 1 შემთხვევა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში. მონაცემები ინციდენტების შესახებ რეგიონულ ჭრილში შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით 2023 წელს სამუშაო ადგილებზე მომხდარი ფატალურად დასრულებული უბედური შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა მოდის თბილისზე, კერძოდ გარდაცვალების 8 და დაშავების 192 შემთხვევა, რაც შეეხება რეგიონებს, გარდაცვალების 6 და დაშავების 50 შემთხვევა მოდის იმერეთზე, გარდაცვალების ასევე 6 და დაშავების 32 შემთხვევა ქვემო ქართლზე, ხოლო გარდაცვალების 7 და დაშავების 30 შემთხვევა აჭარაზე. და ბოლოს მონაცემები გარდაცვალებისა და დაშავების სიხშირის შესახებ 100,000 დასაქმებულზე შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით 2023 წელს გარდაცვალების ყველაზე მაღალი სიხშირე 17.8 კოეფიციენტით დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, ხოლო დაშავების 247.7 კოეფიციენტით სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, რაც შეეხება სხვა საქმიანობებს 2023 წლის მონაცემებით გარდაცვალების და დაშავების სიხშირის კოეფიციენტები ასევე მაღალია დამამუშავებელ მრეწველობასა და მასპინძლობის სექტორებში. ასეთია სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის სტატისტიკური მონაცემები. ახლა კომენტარი თემაზე პირდაპირ ეთერში სტუმართან შრომის უსაფრთხოების ექსპერტ ჯემალ შაინიძესთან ერთად დაუბრუნდებით. საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობა ნელ-ნელა იხვეწება. 2019 წლიდან უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების იმპლემენტირება სივრცეებში. შესაბამისად, სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტები არეგულირებენ სხვადასხვა მიმართულებებს, თქვათ ისეთი როგორიც ვარ, თქვათ ამწე საშუალებები, პირობითად სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში სამუშაოები, მშენებლობები და ასე შემდეგ. იცით რომ ორგანული კანონი გვაქვს ჩვენ შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს დამსაქმებლის და დასაქმებულის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს. შესაბამისად, ამის აღსრულების მიზნით სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტები ნელ-ნელა პერიოდულად ემატება ჩვენ სფეროს და ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით სულ რამოდენიმე ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ამ ბოლო წლებში მივიღეთ. ახლაც გზაშია ერთი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მანქანადანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციას ეხება, ის ჯერჯერობით პროექტის დონეზეა, მაგრამ ალბათ მალე ისიც ჩაეშვება ექსპლუატაციაში განხილვების შემდეგ და მინდა ყურადღება გავამახვილო სამშენებლო სექტორზე. 2019 წლიდან მცირე დაკვირვებას თუ გამოვიყენებთ სამშენებლო სექტორის მიმართულებაში ყველაზე მეტი გამოწვევაა. იცით რომ იქ მრავალი საფრთხე არსებობს, შესაბამისად მრავალი რისკებია. ამ რისკების კონტროლს, ამ კონტროლების აღსრულებას, იმპლემენტირებას სჭირდება გარკვეული კვალიფიკაციები და აუცილებლად დამსაქმებლის ნება და ამ მიმართულებით დღითიდღე რაღაც გარკვეული პროგრესი აუცილებლად შეინიშნება. ძირითადში მეზაზი მაინც გამოიკვეთება არასათანადო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, იმიტომ რომ როგორც დამსაქმებელში, ისე დასაქმებულში აქ მარტო დამსაქმებლისკენ თითის გაშვერა არ იქნება სწორი. დასაქმებულიც თავისი დოზით უნდა იყოს ჩართული, დოზით პასუხისმგებლობას გულისხმობ და შესაბამისად რაღაც გარკვეული მენტალობა რომ მაინც გვიშლის ჩვენ ხელს ქართველებს, რომ მივხვეთ იმ თეზებს, რაც კანონშია მოცემული. ასევე ნებასთან დაკავშირებით, ნებაც ერთგვარი ასე ვთქვათ, რაღაც გადაულახავი რუბიკონივით იქცა, არადა თითქოს ძალიან მარტივი თემა ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, აქ ნებასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა გაჩნდეს. თუმცა მაინც ვიძახით, რომ ჩვენ მაინც რთული მენტალობა გვაქვს ამ მხრივ, გვიჭირს მაინც კანონებთან ადაპტირება, წესებთან ადაპტირება და ამას რაღაც გარკვეულწილად ცოტა მეტი სირთულეებით
გვიწევს გადალახვა. შრომის ინსპექცია აქტიურად არის ჩართული ბიზნესის ინფორმირების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა კერძო სტრუქტურები, ასოციაციები, ორგანიზაციები, გაერთიანებები, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ბიზნეს ამის თაობაზე. პირველ რიგში დასახვეწია კომუნიკაცია. კომუნიკაცია, სამხრივ კომუნიკაციაზე ვისაუბროთ, ეს არის თვითონ შრომის ინსპექცია, დამსაქმებელი, ანუ ბიზნესის მფლობელი და მესამე მხარე შეიძლება ჩაითვალოს სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები. აი ეს სამი კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან კარგ სინქრონში, მათი ურთიერთთანამშრომლობა არის გადამწყვეტი, კრიტიკული, ზუსტად აქ ყალიბდება ნება, ზუსტად აქ ყალიბდება ჩნდება შესაძლებლობები, რომელიც ბიზნეს ხელს უწყობს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ოპერირება შეინარჩუნოს და ვფიქრობ, რომ კარგი კომუნიკაცია არის თავი და თავი აი ამ პრობლემის გადაჭრის. და ახლა ეთერში სტუმრის დროა, ჩვენ შეკითხვებს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის და გამოწვევების შესახებ დაპირებისამებრ შრომის უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჯემალ შაინიძე უპასუხებს. საღამოშიდობის ბატონო ჯემალ, ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობა გვაქვს. თქვენ გამოყავით, ეს შეიძლება ასე ითქვას, პირად საუბარში შრომის ინსპექციის როლი ამ კუთხით. თქვენი შეფასებით არის თუ არა ის საკონტროლო მექანიზმები, მონიტორინგის მექანიზმები, რომელიც გააჩნია შრომის ინსპექციას იმისთვის საკმარისი, რომ შრომის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორებში, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაზე კარგ გარემოშიც კი რისკები იმისა, რომ დასაქმებული დაშავდეს და დაზიანდეს, გამორიცხული არასდროს არ არის. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღესდღეობით იმ პირობებში, რაც დასაქმებულებს უხდებათ თავისი უმეტესი დროის სამუშაო სივრცეებში გატარება, ნებისმიერი დამსაქმებლის უპირველესი მოვალეობა და ვარდებულება არის, რომ დაიცვას თითოეული დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. კიდე იმას განმარტავ, რომ შრომის უსაფრთხოება, რო ვიცოდეთ, თქვენ ახსენეთ ინფორმირებულობა, მოგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოება არის დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების სამუშაო მავნე ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ასეთ პირობებში შრომის უსაფრთხოებასა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის უფლებების დაცვას საქართველოში უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახური. მცირე ექსკურსი რო გავაკეთოთ, 2006 წელს გაუქმებული იყო სრულიად შრომის უსაფრთხოების ინსპექცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული იქნა შრომის ინსპექცია, მაგრამ სავალალო ის იყო, რომ ამას არ მოყოლია შემდგომ არც სამსახურის რეორგანიზაცია, არც ალტერნატიული, ასე რომ ვთქვათ, დამცავი სისტემის ჩანაცვლით. უბრალოდ მოხდა შრომის ინსპექციის გაუქმება და რა მივიღეთ ამის შედეგად? ამის შედეგად მივიღეთ დაუცველი დასაქმებულები და ყოველდღიურობაში არსებული უბედური სამუშაო უბედური. რა შეიცვალა შრომის ინსპექციის შექმნის შემდეგ, ხელახლა შექმნის. დიახ, 2015 წლიდან შეიქმნა, თუმცა არ იყო ისეთი მანდატი, არ უნდა ისეთი სრული, მხოლოდ და მხოლოდ 2021 წელს მოხდა შრომის ინსპექციის სამსახურის ჩამოყალიბება. ჩამოყალიბებაში მოიაზრება როგორც შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების ნორმატიული მანდატი გაიზარდა სრულებით, გაიზარდა შრომის ინსპექციას. რა შეცვალა ამან? დიახ, რა თქმა უნდა, ახლა სტატისტიკას თუ გადავხედავ ჩვენ 2007 წლიდან 2016 წლის განმავლობაში, წარმოვიდგინეთ პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, ამ პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილი იყო, ფატალური შედეგი იყო 400-ზე მეტი დასაქმებული ყავდა გარდაცვლილი და 700-ზე მეტი დასაქმებული იყო, ძიმედ დაშავებული იყო. ეს თავისთავად კატასტროფული შედეგი იყო ქვეყნის არა მარტო უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის და ყველა. ესე იგი, გამოდის რა, რომ თითოეული დამსაქმებლის უპირველესი მოვალეობა რო არის იზრუნოს თავისი დასაქმებულის უსაფრთხოებაზე, მოხდა ისე, რომ ვერ შექმნა მაღალი კლასის უსაფრთხოების სისტემა და ასე რომ თქვა, სისტემა ჩამოიშალა, ამას მოყვა ისეთი პირობები, როგორიც არის არასასურველი
შედეგები და დამატებითი ხარჯები, როგორ ის არის მაგალითად სასამართლოები, დაზიანებული დასაქმებულები, წყობრიდან გამოსული მანქანა დანადგარები, ასე შემდეგ. თავარი მიდიოდა საით ყველაზე აი რო იტყვიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, არასასურველი შედეგი ეს იყო რეპუტაციის შელახვა. ყველა ასე რომ ვთქვათ, წარმატებულ კომპანიისთვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა და ამიტომ ჯობია რომ მაღალი სტანდარტის რა უშლით ხელს დამსაქმებლებს რომ დანერგონ ეს მაღალი სტანდარტი და მინიმუმამდე დაიყვანონ გარდაცვალების თუნდაც უბედური შემთხვევების რიცხოვნობა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც 30-ზე მეტი გვყავს გარდაცვლილი წლივურ ჭრილში ბოლო პერიოდში ასობით ადამიანი არის დაშავებული. მაი რატომ ვერ ხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა, შეიძლება ასე ითქვას? ის რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლი და სამუშაო სივრცეში დასაქმებულების უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადების პრევენციის მიზნით ეკონომიკური დარგები მიმართულია და ყალიბდება სექტორების მიმართულებით. ეს სექტორები უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმ პირობით თითოეულ სექტორში არსებული საფრთხების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით საქართველოში არის ძალიან მაღალი რისკის განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი სექტორი. ეს სტატისტიკითაც ჩანს მშენებლობის სექტორი. მშენებლობა მიეკუთვნება განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორს და რატო გადავედი ახლა დავიწყებ თქვა სექტორებად დაყოფას. დღესდღეობით ჩემი გადასახედიდან ყველაზე დიდი პრობლემა წარმოადგენს არაკვალიფიციური დასაქმებულები. ეს რას ნიშნავს? ანუ დამსაქმებლები თავის მხრიდან ასე თუ ისე ქმნიან მინიმალურ სტანდარტებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აი დამსაქმებელი, აი მართლაც მოვისმინე წეგან კომენტარი და მართლაც არ შეიძლება ყველაფერი რომ დამსაქმებელს დავაბრალოთ, ან შრომის ინსპექციას და არ შეიძლება ნამდვილად. რამე თვითეულ დამსაქმებელს ყავს, აი თავისი ვალდებულება არის, პირდაპირ შრომის უსაფრთხოების ორგანულ კანონში წერია, რომ ყველა დამსაქმებელი ვალდებულია ინფორმირებულება მოახდინოს დასაქმებულის არსებული და სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საფრთხების შესახებ. მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ, შრომის დამსაქმებელს ყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც არის დამსაქმებლის მიერ მოწვეული ან დანიშნული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომითი ნორმების დარღვევის შემთხვევაში უზრუნველყოფს პრევენციული ზომების დანერგვას და მართვას. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც დამსაქმებლის ვალდებულება დელეგირება მოახდინა თავის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. ეს ნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა უნდა მოახდინოს თითეული დასაქმებულების, აი სწავლებად უბრალოდ ავიღოს სწავლება ტრენინგების ჩატარება. აი ავიღოთ უბრალოდ რაიმე პროექტია შესასრულებელი, ან კონკრეტული სამუშაოები არის, თქვათ, კომპანიის ის წლის განმავლობაში გაწერილი, ხო? საჭირო რა არის? გაკეთდეს უნდა სწავლების გრაფიკი, უნდა შედგეს თავის დროულად, საჭირო თემატური მასალების ჩამონათვლით და უნდა ჩატარდეს ის პერიოდულობით, რა პერიოდულობაც განსაზღვრულია საქართველოს. ანუ უნდა მოხდეს კონტროლი. კონტროლი უნდა მოხდეს და კონტროლი ხდება შიდა კონტროლის მექანიზმით. აი შიდა კონტროლი, ხო, შიდა კონტროლიც აუცილებელია, თუმცა სახელმწიფო კონტროლი ყოველთვის ხორციელდება შრომის ინსპექციის. აი დასაქმებულებზე რა პასუხისმგებლობა შეიძლება მოდიოდეს ამ შემთხვევაში? დასაქმებულების, აი ასეთი ქონია, მე როგორც თქვა, სწავლების განმახორციელებელი ვარ, მოდი აღვნიშნავ კოლეჯ ბლექსიში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიებზე ვასწავლი მოდულს საფრთხეები და რისკები დასაქმების ადგილს. აი ასეთი სადა პრაქტიკოსი სპეციალისტიც ვარ და აი სადაც ბევრ სამშენებლო ობიექტზე, ასე ვთქვათ, მეგობრების ობიექტზე, ან სადღაც მისულ ვარ ინსპექტირების მიზნით, აი დახმარების მიზნით, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც იყო, თავდაპირველად იყო მათგან ასეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თითქოს ეს იყო მათზე მოხვეული რაღაცა ზედმეტი ძალა თავს მოხვეული. მაგრამ აი მე რად ძირითადად იყო რა, მე რად მჭირდება ეს, მე 20 წელია მუშაობ და რა უნდა მომივიდეს. თუმცა ხა ანალიზის მიხედვით ყველაზე მეტი, ასე რომ ვთქვა, დაშავება არის იმ მათ
კარგით, მესმის დასაქმებულებიც აუცილებლად უნდა იყვნენ ყურადღებით, როდესაც მუშაობენ მაღალი რისკის მქონე გარემოში. ეს ბუნებრივია. თქვენ რა მიგაჩნიათ ამ მიმართულებით ყველაზე დიდ გამოწვევად დღეს და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ამ გამოწვევის დაძლევა? რა არის აუცილებელი სასწრაფოდ, რომ ამ ეტაპზე მოახდინოს გავლენა, ესე ვთქვათ, დაშავებულებისა და დაღუპულთა რიცხვის შემცირებაზე? მოახდინოს შემცირება, მოდით დავკონკრეტოთ. დიახ. მოგახსენოთ, რომ პირველ რიგში ისევ და ისევ აღნიშნავ დასაქმებულების ინფორმირებულება და საზოგადოებრივი ცნობადობის გაძლიერება. ეს არის ერთ-ერთი ცნობიერების ამაღლება. ეს ისედაც სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ძირითადად საქართველოს მთავრობის მიერ ხდება იმ ნორმატიული აქტების და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების და შრომის უსაფრთხოების სფეროში უფლებების დაცვას. აი ავიღოთ თუნდაც ბოლო ეს რაც არის, აჟიტირებული არის სამუშაო სივრცეში გამოსაყენებელი ხელსაწყოების უსაფრთხოების შესახებ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ. მოკლედ თუ შეიძლება. მოკლედ გეტყვით, სადაც ნათლად არის გაწერილი, ყველაფერი არის ნათლად გაწერილი და ამის განხილვაში ღებულობს ბიზნეს ომბუდსმენი, პროფესიული გაერთიანება, დასაქმებულთა ასოციაცია და ეს ყველაფერი წყვეტს იმას, რომ თანდათანობით იმ დასაქმებულისთვისაც ადვილი ხდება, თუნდაც იმ ტექნიკური რეგლამენტის მიღებით, მისთვის თუ როგორ უნდა გამოიყენოს ის ტექნიკური საშუალება და რა პერიოდულობით უნდა ან თქვენ თვლით რომ ამ მიმართულებით სწავლებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ტექნიკურ რეგლამენტებთან ადაპტაციაც არა მარტო ტექნიკურ რეგლამენტებთან, მე მაინც ვთვლი რომ მაინც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები უნდა ახდენდნენ თითოეული დასაქმებულების თემატურ მასალებზე სწავლებას და ასე რომ ვთქვათ ინფორმირებულობას. აი ასე რომ ვთქვათ ნებისმიერ სამუშაო შესრულებას აქვს თავისი სამუშაო მეთოდოლოგია და სპეციფიკა. რაც უნდა იქნას გათვალისწინებული. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ჯემალ შაინიძე გახლდათ, ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ვსაუბრობდით შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება კახი სამხარაძე, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის საინიციატივო ჯგუფის თანათავმჯდომარე. ის ჩვენ შეკითხვებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ უპასუხებს. მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი, დავიწყოთ ისევ სტატისტიკით და ამჯერად გავეცნოთ მონაცემებს საჯარო მოხელეთა დასაქმების ტენდენციების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2023 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა რიცხოვნობა შემცირდა 11%-ით და შეადგინა 33900, რაც შეეხება განაწილებას საჯარო უწყებების მიხედვით. დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ყველაზე დიდი წილი 60%-ზე მეტი მოდის სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებზე. მას 22%-ით მოსდევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და 4%-ზე მეტით სასამართლოები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შესაბამისად 2.6 და 1%-ით არის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები და საქართველოს პარლამენტი. ამავე მონაცემებით 2023 წელს დაფიქსირდა პროფესიულ საჯარო მოხელეთა რიცხვის ცვლილება სქესის მიხედვით, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით 2022 წელთან შედარებით კაც საჯარო მოხელეთა რაოდენობა შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 63.2%, ხოლო ქალ საჯარო მოხელეთა რაოდენობა შესაბამისად გაიზარდა იგივე მაჩვენებლით და მიაღწია 37%-ს. რაც შეეხება დინამიკას 2021 წელს სქესის მიხედვით განაწილების მაჩვენებელი იყო 69.2%, 30.8%-ზე, ხოლო რაც იმას ნიშნავს, რომ 2021-2023 წლებში საჯარო სამსახურებში შეიმჩნეოდა კაც დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. მონაცემები პროფესიული საჯარო მოხელეების განაწილების შესახებ რეგიონების მიხედვით ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი წილი მოდის დედაქალაქზე, კერძოდ საქსტატის ინფორმაციით 2023 წელს თბილისში დასაქმებული იყო პროფესიულ საჯარო მოხელეთა 76%-ზე მეტი, რაც შეეხება რეგიონებს, დასაქმებულთა 3.7% მოდის იმერეთზე, 3.6% აჭარაზე, 3.3% სამეგრელოზე მოსვანეთსა და ქვემო ქართლზე, 2.4% კახეთზე, 1.8% სამცხე-ჯავახეთზე და 6.2% დანარჩენ რეგიონებზე.
მონაცემები პროფესიული საჯარო მოხელეების განაწილების შესახებ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით 2023 წელს საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი 44.4% მოდის 26-დან 40 წლამდე ასაკის საჯარო მოხელეებზე, რაც შეეხება სხვა ასაკობრივ ჯგუფებს 37.4% მოდის 41-დან 55 წლამდე ასაკის, 6.2% 18-დან 25 წლამდე ასაკის და 12% 56 წელს ზევით საჯარო მოხელეებზე, საიდანაც 4% არის საპენსიო ასაკს მიღწეული ქალი, ხოლო 1.8% საპენსიო ასაკს მიღწეული კაცი და ბოლოს მონაცემები რანგირების მიხედვით განაწილების შესახებ საქსტატის ინფორმაციით 2023 წელს სხვადასხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა 56%-ზე მეტი იყო უმცროსი სპეციალისტი, რაც შეეხება სხვა დონეებს, 32%-ზე მეტი იყო უფროსი სპეციალისტი, 7.3% მმართველობის საშუალო რგოლის და 4.6% მმართველობის მაღალი რგოლის დასაქმებული, რაც შეეხება განაწილებას სტატუსის მიხედვით 12%-მდე იყო მენეჯერი, ხოლო 88%-ზე მეტი არა მენეჯერი. ეს რაც შეეხებოდა ოფიციალურ მონაცემებს საჯარო მოხელეთა დასაქმების შესახებ 2023 წლის მდგომარეობით, ახლა კომენტარი თემაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები და მისი შესაძლო გავლენა საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობასა და საჯარო სამსახურზე სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაშვილმა შეგვიფასა. პირდაპირ ეთერში კომენტარის დასრულებისთანავე სტუმართან კახი სამხარაძესთან ერთად დავბრუნდებით. გასული წლის 2024 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და ამ ცვლილებებიდან სამი ძირითადი შეიძლება გამოვყოთ. პირველი ეს გახლავთ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირების გადაყვანა, პირველი და მეორე სტრუქტურული ერთეულები, რომელიც გახდათ, ეხლა და იყვნენ უვადოდ დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები, ეხლა ისინი ერთწლიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იქნებიან დასაქმებულები. ეს გახლავთ პირველი ცვლილება და ეს ცვლილება იმითი არის სამწუხარო და მოკლედ დამაზარალებელი, ასე რომ ვთქვათ, საჯარო მოსამსახურეებისთვის, რომ კონკურსის წესით აღარ შეირჩევიან საჯარო მოსამსახურეები და ასევე მხოლოდ 1 წლის ვადით იქნებიან დანიშნულები და შესაბამისად ეს ცვლილება აძლევს ხელისუფლებას და ასევე მთავრობას და დამსაქმებელს ზოგადად სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, რომ მან არა კონკურსის წესით შეარჩიოს და თავისი კომპეტენციებით შეარჩიოს საჯარო მოსამსახურეები, საჯარო მოხელეები, არამედ მან თავისი ნებით ყველა კრიტერიუმის გარეშე დანიშნოს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად ეს ცვლილებები იწევს საჯარო სამსახურის პოლიტიზირებას, რაც რა თქმა უნდა არ არის და იგივე მაგალითად ევროკავშირის სტანდარტებში არ არის მიღებული სტანდარტი. მეორე ცვლილება, რომელიც შევიდა და ესეც ძალიან ამძიმებს საჯარო მოსამსახურეების მდგომარეობას არის ის, რომ გამარტივებული არის რეორგანიზაციის წესი და ამ წესით შეიძლება დათხოვნილი იქნენ საჯარო მოხელეები სამსახურიდან და შემდეგ იმის და მიუხედავად თუ კი ისინი თუნდაც სასამართლოში გამართლდებიან და მათი დათხოვნა არაკანონიერად იქნება მიჩნეული, აი ასეთ შემთხვევაშიც კი მათ არ ექნებათ უფლება, რომ ისევ დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილზე და განაგრძონ მუშაობა. ისინი მიიღებენ სამთვიან კომპენსაციას, თუმცა დასაქმებულები ისინი თავიანთ სამსახურში უკან აღდგენილები აღარ იქნებიან. მესამე ცვლილება, რომელიც ასევე დეკემბერში შევიდა ძალაში, გახლავთ ის, რომ საჯარო მოხელეების შეფასების წესში შევიდა ცვლილება. აქამდეც შეფასება არსებობდა საჯარო სამსახურში, თუმცა წელიწადში ერთხელ ფასდებოდა პირი და არც ხელფასის დაქვითვა და ასე შემდეგ გათვალისწინებული არ იყო. თუმცა ეხლა უკვე როგორც სადამსჯელო ღონისძიება ესე იქნება გამოყენებული, რადგან წელიწადში ორჯერ და ასევე 20%-ის ხელფასის დაქვითვითაც იქნება საჯარო სამსახურში მოხელების შეფასების ასე ვთქვათ შედეგები. ანუ ხელფასის დაქვითვა 20%-ით, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზარალებელი იქნება საჯარო მოხელებისთვის, მაგრამ გარდა იმისა, რომ დამაზარალებელი არის, ეს არის იმისი ცუდი, ასე ვთქვათ, ჟესტი, რომ გამაფრთხილებელია და უკვე მეორეჯერ უარყოფითად შეფასების შემდეგ
იქ სამსახურიდან იქნება დათხოვნილი, რომელიც უკვე შესული არის ძალაში და რომლის საფუძველზეც საჯარო სამსახურიდან დათხოვნილი არის უკვე დაახლოებით 800-მდე ადამიანი. თუმცა ყოველდღიურად იზრდება ეს რიცხვი, რადგან 800 იყო რამდენიმე დღის წინ, თუმცა დაანონსებული არის რეორგანიზაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, განათლების სამინისტროში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და დაანონსებული ყოველდღიური, ასე რომ ვთქვათ, რეპრესიების შედეგად კიდევ და კიდევ უფრო მეტი მოხელი არის დათხოვნილი. შესაბამისად, ისინი მიმართავენ სასამართლოსაც, სახალხო დამცველსაც და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, სასამართლომ რომც დაადგინოს, რომ მათი უფლებები არის დარღვეული, მათ გაუჭირდებათ, რომ რეალურად აღადგინონ და ისევ დაუბრუნდნენ საჯარო სამსახურებს. ასევე ძალიან კარგი არის ის, რომ საჯარო სამსახურების შესახებ კანონი გასაჩივრებული არის ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, ბათუმში და ეს ყველა ცვლილებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, პროფკავშირებს ასევე საჯარო მოხელეებს მიაჩნიათ, რომ ისინი არის არაკონსტიტუციური და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეხლა ჯერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე არის და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. და ახლა საკუთარ მოსაზრებებს იგივე თემაზე საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის საინიციატივო ჯგუფის თანათავმჯდომარე კახი სამხარაძე გაგვიზიარებს. საღამოშვიდობის კახი, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მოვისმინეთ რამოდენიმე საინტერესო აქცენტი იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ბოლო დროს. როგორია თქვენი შეფასება ამ ცვლილებებზე დაყრდნობით? ფორმატიდან გამომდინარე, ცოტა დროში შეზღუდული ვართ და რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება კონკრეტული აქცენტებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს მიღებული ცვლილებებით ფაქტიურად საჯარო სამსახურმა ფუნქცია დაკარგა. ის ფაქტიურად ემსახურება ცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ მომავალშიც გარდაიქმნა საჯარო სამსახური უწყებებად სისტემად, რომელიც დაექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ დიქტატს. და ის პროპაგანდა, რომელიც მმართველმა ჯგუფმა წამოიწყო საჯარო მოხელეების და საჯარო მოსამსახურების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც თითქოს საჯარო მოხელე, რომელიც საქმიანობს საჯარო სამსახურში და ემსახურება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ხალხს და ცდილობს, რომ ყოველდღიური შრომით შექმნას კეთილდღეობა, აი ამის საპირისპიროდ სახელმწიფო მათ უპირისპირდებს პროპაგანდას, თითქოს ისინი საჯარო სამსახურებში არ უნდა საქმიანობდნენ იმის გამო, რომ აქვთ კრიტიკული მოსაზრება. აქ ეს არის მთავარი პრობლემა, სწორედ ამ პროპაგანდისტულ ხედვებს ეწირება საჯარო სამსახურში უამრავი კვალიფიციური კეთილსინდისიერი კადრი და შესაბამისად ამას ემსახურებოდა მათ შორის ის საკანონმდებლო ცვლილებები, რეპრესიულ აქტად მოიხსენიებთ ჩვენ მას არ მივიჩნევთ რაღაცა ნორმატიულ აქტად, რომელსაც ლეგიტიმაცია გააჩნია. შესაბამისად, აი ამ პროპაგანდისტული ზრახვებით მიღებულ რეპრესიულ აქტს ბუნებრივია ჩვენ ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არა იმ განცდით და იმ მოლოდინით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, არა ეს არის ერთგვარი მექანიზმი, რომ საბოლოო ჯამში შემდგომში უფრო მარტივად მოხდეს უფლების დაცვა. გასაგებია კახი. საკმაოდ ძიმე შეფასებები გაქვთ თქვენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. აი კონკრეტულად რა შეგიძლიათ გამოყოთ, რა გაძლევთ იმის მტკიცების საფუძველს, რა შეფასებებსაც აკეთებთ? ეს არის რეალობა, პაცემლო, ნახეთ, უკვე ფაქტია, რომ ამ ცვლილებებით მენეჯერული რგოლის თანამშრომლების მიმართ ყველას ეხება, აბსოლუტურად ყველას. მნიშვნელობა არ აქვს ბათუმში მუშაობს რომელიმე მერის სტრუქტურაში, აჭარის სისტემაში, სამინისტროებში, ცენტრალურ აპარატში სახელმწიფოს, ან ნებისმიერ დონეზე ყველას აბსოლუტურად მენეჯერულ რგოლს ეხება ეს ცვლილებები და ხდება შემდეგი მოპყრობა მათ მიმართ, რომ ისინი ფაქტიურად მძევლები ხდებიან პოლიტიკური პარტიის, იმიტომ რომ როგორც კი მათი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მომენტალურად შეუძლია ისინი სამსახურიდან გაანთავისუფლოს. ეს ბუნებრივია მათ მოწყვლადს აქცევს, ეს კანონში ჩაიწერა, რომ
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე გადადიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებებზე და გახსოვთ, ხო? ის საკითხები, რაც ამან წარმოშო, ხო, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ მოეთხოვება, მათ შორის არც ერთი ის ვალდებულება, რაც საჯარო მოხელესაა, ხო? გახსოვთ თქვენ ეს ენასთან დაკავშირებული პრობლემა. ენის ცოდნაც კი არ მოეთხოვება, ხო? ანუ აი ესე დონეზე დაიყვანეს საჯარო სამსახურის გარანტიები კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სხვათა შორის იყო ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები და შესაბამისად ეს ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ მე ვსაუბრობ ამაზე, ხა თქვენ თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ მე ვსაუბრობ ამაზე, ძალიან არასწორად ფიქრობთ იმდენად, რამდენადაც საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც იყო ამ კანონის, ანუ საჯარო სამსახურის ადმინისტრატორი სუბიექტი სახელმწიფო სისტემაში, აი ამ სისტემამ ფაქტიურად დააფიქსირა მათი პოზიცია და პასუხად მიიღეს რა? სრული ლიკვიდაცია. ანუ სახელმწიფომ ჩათვალა, რომ კრიტიკული აზრი, აი თუნდაც აი ამ სისტემის ამ ფარგლებში გამოხატული, მისთვის აი იმდენად მიუღებელია მთელი უწყება გააუქმა. გასაგებია, ენასთან დაკავშირებით უბრალოდ შენიშვნას გავაკეთებ ენის მოთხოვნასთან დაკავშირებით, როგორც შემდეგ განიმარტა ენის მოთხოვნა მაინც და მაინც არც მანამდე ყოფილა, ესე ვთქვათ, მოთხოვნებში და კონკრეტულად. არა, შეფასება არის ეს თქვენი, დავაზუსტებ, რა თქმა უნდა, ენა მოთხოვნილი იყო, უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეს ვალდებულება არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს ნებისმიერ საჯარო მოხელეს, რომელიც იმ ვალდებულების რა გარემო შეიძლება შეიქმნას ამ საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით საჯარო სამსახურებში? როგორი სამუშაო გარემო შეიძლება შეიქმნას? და რამდენად შეიძლება იყოს დამაზიანებელი სამუშაო გარემო? ძალიან მძიმე გარემოებები შეიძლება შეიქმნას და იქმნება და უკვე შექმნილია ეს რეალობა, ხო? პირველი, ეს არის ის კონსტიტუციური ვალდებულების სრული ანულირება, რაც არის გამტკიცებული კონსტიტუციის 78 მუხლში და პირველი დარტყმა მიიღო სწორედ ამ საჯარო სექტორის ამ სექტორმა, ვინც მუშაობდა ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია სწორედ ამას ეხება, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია, უკვე დასრულებული რეორგანიზაცია ამას შეეღო და ფაქტიურად გაუქმდა ეს სისტემები, რომლებიც მაგალითად თავდაცვაში მუშაობდნენ ნატოში ინტეგრაციაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ასევე ნატოში ინტეგრაციაზე მომუშავე სისტემები, ფაქტიურად იმდენად კნინდება მათი როლი ამ სისტემაში. ხო, ამას ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთი კონსტიტუციური უფლების, უпростоრად კონსტიტუციური სისტემის 78 მუხლიდან გამომდინარე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. დამიჯერეთ ინდივიდების დონემდე საჯარო სექტორი ისე დაზიანდება, რომ ეს ყველა შეგეხებათ, ყველას აბსოლუტურად თქვენც ახლა აი მან სტუდიაში რომ ზიხარ და აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ საჯარო ჩვენ არ ვართ საჯარო მოხელეები ამ შემთხვევაში. არა, თქვენ საჯარო მოხელეები არ ხართ, მაგრამ თქვენ იღებთ სერვისს საჯარო სამსახურიდან, საჯარო სექტორიდან, რომელიც არაკვალიფიციური კადრებით ჩანაცვლების შემდგომ თქვენ შეგეხება, ამაზეა საუბარი და ყველა შეეხება აბსოლუტურად და საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა მივა სერიოზულ, ანუ დღეს ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისები, მათ შორის სოციალური კრიზისი და საბოლოო ჯამში ეს ალბათ სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ განვითარებას პროებს ეკონომიკურ თვალსაზრისითაც და ბოლომ შეიძლება ხელფასის აღებაც კი მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან იმ სისტემას, რომელიც აი ეს რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებს, აი იქაც დადგება ეჭქვეშ და ამიტომ ჯობია რომ სწრაფად გამოვხიზლდეთ. გასაგებია ბატონო კახი. ყველაფერი. მესმის ყველაფერი. რაში ხედავთ გამოსავალს და რომ დავასრულოთ ამით თუ შეიძლება? გამოსავალი საჯარო თუ ასე მძიმედ მიგაჩნიათ ვითარება. ხო, ძალიან სერიოზული პრობლემა არის. აქ ამ პრობლემატიკაში ალბათ არ უნდა შესულიყო სისტემა. აქედან გამოსავალი ალბათ არის ის, რომ აი ეს უკან დაიხიოს მაქსიმალურად და აღდგეს ბოლომდე სამართლიანობა, რესტიტუცია ამ ინდივიდების მიმართ, რომელიც 8-ზე მეტი არის უკვე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ეს საკანონმდებლო პროცესი, აი მაგალითად საკონსტიტუციო სამართლოსაც თუ სისტემა გადაწყვეტს, რომ ჩვენ
ვფიქრობთ, რომ საკუთარ სასამართლოს ვერ იქნება ბუნებრივია ახლა მიუკერძობელი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერ აჩვენა ეს მოწოდების სიმაღლე თავის დროზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებში სამწუხაროდ და თუ კი სისტემა გადაწყვეტს, ამიტომ ვიძახი, რომ დაბრუნდეს რაღაცა ფარგლებში, რაც ალბათ ძალიან რთული და ალბათ შეუძლებელი შეიძლება იყოს. საკუთარ სასამართლომ ერთი მხრივ უნდა გააუქმოს ყველა ის კანონი, საჯარო სამსახურებში უნდა აღდგენ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი თანამშრომლები და შეიცვალოს მიდგომა და აღარ უნდა მოხდეს იმ პროპაგანდირების და იმ პროპაგანდის ტირაჟირება, რომ თურმე საჯარო მოსამსახურე ემსახურება პარტიას არა, პირიქით, საჯარო სამსახურის და საჯარო მოსამსახურის როლი უნდა გამოიკვეთოს ყველასთვის გასაგებად, რომ ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, ხალხს და ქმნის კეთილდღეობას, რომელითაც უნდა ისარგებლოს ყველამ აბსოლუტურად ინდივიდების დონეზე. აი ეს უნდა გაკეთდეს გამოსავლად. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს კახი სამხარაძე გახდათ საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის საინიციატივო ჯგუფის თანათავმჯდომარე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. ის იმ აქტივობების შესახებ ისაუბრებს, რომელსაც ორგანიზაციამ შრომელთა უსაფრთხოებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს. მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ სტატისტიკით და ამჯერად გავეცნოთ უახლეს მონაცემებს კომპანიებში ჩატარებული ინსპექტირების შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით შემოწმებულ სამუშაო ადგილთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 19% და გადააჭარბა 1900-ს. რაც შეეხება სხვა აქტივობებს, განხორციელებული ინსპექტირებების რაოდენობა შემცირდა 15% და შეადგინა 3201, ხოლო გაცემული მითითებების რაოდენობა გაიზარდა 41.6% და გადააჭარბა 20000-ს. ამავე მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა შემოწმებული სამუშაო ადგილების და გაიზარდა ინსპექტირების და გაცემული მითითებების რაოდენობა შრომით უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 24% და შეადგინა 1290, განხორციელებული ინსპექტირებებისა და მონიტორინგის რაოდენობა გაიზარდა 6% და მიაღწია 2205-ს. ხოლო გაცემული მითითებების რაოდენობა გაიზარდა 12% და მიაღწია 2924-ს. მონაცემების შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ საქმიანობების მიხედვით შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით 2024 წელს ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი 729 შემოწმდა მშენებლობის სექტორში, რაც შეეხება სხვა სექტორებს 333 სამუშაო ადგილი შემოწმდა ვაჭრობის სექტორში, 320 სამუშაო ადგილი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში, 316 დამამუშავებელ მრეწველობაში, 256 მასპინძლობის სექტორში, 113 სოფლის მეურნეობაში და 1013 დანარჩენ საქმიანობებში. მონაცემების შემოწმებული სამუშაო ადგილების შესახებ მიზნობრიობის მიხედვით შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით 2024 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე მეტი 680 შემოწმება ჩატარდა მშენებლობის სექტორში, ხოლო უფლებების მიმართულებით ყველაზე მეტი 301 შემოწმება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში. რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, 2024 წელს შემოწმების მაღალი მაჩვენებლები მოდის ასევე ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და მასპინძლობის სექტორებზე. და ბოლოს მონაცემების შემოწმებული სამუშაო ადგილების შესახებ რეგიონულ ჭრილში შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემებით 2024 წელს წინა წელთან შედარებით აჭარაში გაიზარდა როგორც შემოწმებული სამუშაო ადგილების, ასევე მიზნობრივი შემოწმებების მაჩვენებლები. კერძოდ, შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა თითქმის 28% და მიაღწია 501-ს, ხოლო შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე შემოწმებული სამუშაო ადგილები გაიზარდა 63 და 5.4%-ული მაჩვენებლებით და შესაბამისად მიაღწია 259-ს და 252-ს. ასეთი იყო სტატისტიკური მონაცემები სამუშაო ადგილებზე მომხდარი ინციდენტების, საჯარო მოხელეთა დასაქმების და სამუშაო ადგილების ინსპექტირება მონიტორინგის შესახებ. ახლა კომენტარები აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ შრომელთა უფლებების დაცვისა და დასაქმებულთა უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ. პირდაპირ ეთერში მალე გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმართან ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად დავბრუნდებით. აჭარის პროფესიების გაერთიანებაში არის 8 დარგობრივი კომიტეტი, სადაც შემავალი არის 8 დარგობრივში 64 პირველადი პროფესიული ორგანიზაცია და საერთო ჯამში დაახლოებით აჭარის ფარგლებში 10000 წევრი არის პროფესიის წევრი. შესაბამისად აჭარის პროფესიების გაერთიანება
და მისი წესდებიდან გამომდინარე იცავს თავისი წევრების შრომითი უფლებებს. ეს არის როგორც სოციალური მიმართულებით, სოციალური საკითხები, ხელფასები, ანაზღაურება და ასე შემდეგ, კონტრაქტები და ასე შემდეგ. თუმცა პარალელურ რეჟიმშიც ჩვენთვის აქტუალური თემა არის უსაფრთხო შრომა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდებში სტატისტიკა გაუმჯობეს და რადგანაც რომ შეიქმნა შრომის უსაფრთხოების ინსპექცია, თუმცა მას სტატისტიკა არის საგანგაშო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უამრავი მექანიზმები ამ საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით. არსებობს ასეთი რამ კოლექტიური ხელშეკრულება, კოლექტიური მოლაპარაკება, სადაც შრომის კოდექსშიც არა განსაზღვრული ესა თუ ის პუნქტები და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას, რაც დიდ შედეგს გამოიღებს აუცილებლად და აისახება ჩვენი წევრების სოციალური თუ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აი ამ საკითხების მოგვარებაში. პროფკავშირების კარები ყველა დასაქმებულთას ღია არის, თუმცა არის რაღაცა ბარიერი, ასე რომ ვთქვათ, ის ადამიანი, რომელიც არ არის პროფკავშირის წევრი, ჩვენ სამწუხაროდ უფლებამოსილება არ გვაქვს, რომ დავიცვათ მისი შრომითი უფლებები. აი ამიტომ უკეთესი იქნება, რომ იყოთ პროფკავშირის წევრი, აი ამ დიდი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ასეც რომ იტყვიან. პროფკავშირი არის ცოცხალი ორგანიზმი, გამოწვევა და პრობლემა ყოველთვის არის და ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს დამსაქმებლებთან ურთიერთობა ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუნდაც იმ პროფკავშირული ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც ავტოტრანსპორტშია, ჩვენ დღეს ვართ იმ ეტაპზე ურთიერთპატივისცემის და გათვალისწინების ნებისმიერ პრობლემაზე შეგვიძლია დავუწყდეთ დამსაქმებელთან და ვისაუბროთ და ეს სოციალური დიალოგი წყდება ყველა პრობლემა დიდი ხანია ჩვენ არ დაგჭირვებია რამე კონკრეტული რამე ღონისძიების ჩატარება იმის გამო რომ რაღაცა ვერ მოვაგვარეთ. სადაც როდესაც წარმოიქმნება რაღაც პრობლემა, იკრიბება დამსაქმებელი, დასაქმებული და ამ კომისიას ხელმძღვანელობს სახელმწიფოს წარმომადგენელი. მოუგვარებელი მტკივნეული პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ ჩვენთან ერთი არის პრობლემა, რომ ეს სოციალური თემა, ეს არის ხელფასი და ერთი რაც ყველაზე მეტი მტკივნეულია, რომ რეგიონებში და დედაქალაქში ხელფასებში არის სხვაობა. ცხოვლის ანაზღაურებას და თუნდაც მენეჯმენტის ანაზღაურებას. ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელზეც მუშაობთ ჩვენ. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ცდილობს ადამიანთა შრომით უფლებების დაცვაზე და ერთადერთი რაც ჩვენ დარგს, მარტო ჩვენ დარგს არა, გაერთიანებას გვჭირდება, ეს არის ჩვენი ცნობადობა დასაქმებულებმა საქართველოში და მით უმეტეს ჩვენ რეგიონში აჭარაში იცოდეს, რომ ჩვენ ვარსებობთ და თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ყველას დავეხმარებებთ საკუთარი პრობლემების გადაჭრაში და საკუთარ უფლებებში შრომასთან დაკავშირებით. და ახლა უფრო ვრცლად იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომელთა უფლებრივი და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს. ამ თემაზე პირდაპირ ეთერში ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ისაუბრებს. საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ გადავხედავთ ჩვენ სტატისტიკურ მონაცემებს და ასევე ჩვენი რესპონდენტების შეფასებებს. თავარ საკითხებად არის წამოჭრილი უფლებრივი მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები, რაც ბუნებრივია დასაქმებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. აი იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებზეც უკვე გქონდა მსჯელობა, როგორია თქვენი შეფასება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან მიმართებაში. დღეს გვაქვს თუ არა უკეთესი მდგომარეობა დასაქმებულთა უფლებების დაცვის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ვიდრე გქონდა თუნდაც რამოდენიმე წლის წინ? მოგესალმებით ბატონ ფილმს, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მივესალმები აჭარას და წინსწრებით ულოცავ ბათუმობას, დღეს ქუთაისობა და ქუთაისს ულოცავ და ასევე მშრომელებს თქვენს მათ შორის ულოცავ 1 მაისს დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანისთვის და დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვაძლევს გარკვეულწილად ანალიზის საშუალებას იმისა, რომ რა გაკეთდა წლების მანძილზე, ეს ცნობიერების ამაღლების კუთხით და პროფესიული კავშირებისადმი, ესე ვთქვათ, განწყობების შექმნის კუთხით და რა არის გასაკეთებელი და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იყოს, ესე ვთქვათ, მიღწეული. და რა არის საჭირო? რა დასკვნამდე ვარ დღეს, რა კონდიციამდე ვარ დღეს მისული? პირველ რიგში ალბათ რა არის გაკეთებული, ეს არის მნიშვნელოვანი თქვენ კითხეთ
როგორი არის და უშუალოდ მდგომარეობა რომ შევადაროთ, ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ და უნდა ვიცოდეთ დღეს ბევრს აღარ ახსოვს ის რომ უამრავი სიკეთეები რაც პროფესიულ კავშირს და 1 მაისს ზოგადად უკავშირდება გვახსოვს ხო რითი დაიწყო 1 მაისი ჩიკაგოში შემდგომ პარიზის კონგრესმა 8 საათიანი სამუშაოს დღის მოთხოვნასთან დაკავშირებით იყო ეს ყველაფერი და მერე უკვე რიგი ესე ვთქვათ ბენეფიტებისა ფუნდამენტალური უფლებებისა რაც დასაქმებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს იქნება შეგუება ეს იქნება სამართლებრივი ფუნქციები ეგრეთ წოდებული ბიულეტინი ეს იქნება კოლექტიური მოლაპარაკებები ეს იქნება ქალთა უფლებები შრომითი ესე ვთქვათ უსაფრთხოება, ინსპექტირება და ასე შემდეგ. ხო? ალბათ აუცილებლად ხაზგასასმელია რომ ეს იყო ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილი. ანუ ეს იყო ეს იყო ის რაც პროფესიულ კავშირებს ზოგადად მსოფლიოში ჩვენს წინაპრებს გაუკეთებია, რაც შეეხება ჩვენს რეალობას, დღევანდელ სიტუაციას საქართველოში, წინა პერიოდში ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა პროფესიულ კავშირებს, რომ სწორედ ევროპიდან ჩადებულიყო მოთხოვნად აი ეს რეგულაციები, რომელიც სახეზე გვაქვს, იმიტომ რომ ნუ ესე ვთქვათ, წინა ხელისუფლების პერიოდში აბსოლუტურად იგნორირებული იყო შრომის კოდექსში უამრავი ნორმები, შეიძლება ითქვას, რომ შრომის კოდექსი არ ჰქონდა, თუ ჰქონდა იქ მხოლოდ დასაქმებულებს ჰქონდათ ვალდებულებები, უფლებები ჰქონდათ დამსაქმებლებს და აი ამ რეალობაში, ესე ვთქვათ, დღევანდელ რეალობაში პროფესიულმა კავშირებმა ევროპიდან, აქ ადგილზე, ესე ვთქვათ, მთავრობის ცნობიერება ამ კუთხიდან გრძნობელობა იყო იმ კონდიციაზე, რომ შრომის კოდექსი არათუ დაემსგავსა ნორმალურ შრომის კოდექსს, არამედ ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას რა ვიცი, არც დაესიზმრება არ ვიტყვი, მაგრამ ბევრად უფრო წინ ვარ. ჩვენ როგორც იცით და ძალისხმევა ამაში უამრავია და თქვენს გახსოვთ ალბათ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, მის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ თქვა ბატონმა ჯერმანმა, თქვენმა პირველმა სტუმარმა, სწორედ პროფესიული კავშირები რა იყო დარჩენილი, რომელიც აღრიცხვიანობას ატარებდა და ეს აღრიცხვიანობა უბედურ შემთხვევებთან, გარდაცვალების ფაქტებთან იმდენად კატასტროფული იყო, რომ საბოლოო ჯამში ამ ინსტიტუტის არ მარტო აღდგენა მოხდა, დღეს ესე ვთქვათ, ჩვენი უსაფრთხოების კანონი ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაზე უფრო წინ არის. რა არის გასაკეთებელი, როცა ვსაუბრობ, ნაკლოვანობა უამრავი გვაქვს. დიახ, აი რას გამოყენთ მთავარ გამოწვევებად ამ ეტაპზე? აუცილებლად შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცნობიერება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ გუშინდელი დღე 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე სწორედ ამ ცნობიერების ამაღლებას მიუძღვენით და უამრავ ლოკაციაზე გქონდა და ასევე თქვენს აჭარის თქვენს რა ჩვენი წევრი ორგანიზაცია ჩვენს აჭარის რეგიონალურ სტრუქტურას მადლობა ამ აქტიურობისთვის, რაც იყო ამ საერთო აქტიურობაში ჩართული 15200-ზე მეტ ადამიანს მივაწოდეთ ინფორმაცია თავისი შრომითი უფლებების შესახებ, ასევე კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ და ასევე იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც პროკავშირებს აქვს დღის წესრიგში. ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, მაგრამ არ დაგვაუწყდეს და დავამატებდით თქვენი სტუმრის მიერ ჩამოთვლილ გამოწვევებს, საზოგადოებრივი კონტროლიც მნიშვნელოვანია. მე მაგალითად როცა ვხედავ, რომ შენებლობაზე ვიღაცა ჩაფხუტი არახურია ან შესაბამისი ჯებირი არ არის, ვრეკავ შრომის ინსპექციაში და ვრეაგირებ ამაზე. იმიტომ რომ ეხლა თითოეულ დასაქმებულზე თითო ინსპექტორი ხო ვერ გვეყოლება, თუ საზოგადოების ჩართულობა არ იქნება, ჩვენ აი სავალალო შედეგს, რომელიც დინამიკაში შეიძლება კი არა ცალსახელთესია და ამან უზრუნველყო უამრავი ოჯახის რა ვიცი, დაობლება, დაქროება და ასე შემდეგ, რაც ხდებოდა ხალხი წყვილ-წყვილად იხოცებოდა მაღაროებში, შახტებში რა ხდებოდა, თქვენს კარგად მოგეხსენებათ, დღეს ეს უბედურება თუ არ გჭირს, მაინც მნიშვნელოვანია 33 სიცოცხლე, რომელიც წინა წელს შეეწირა არაუსაფრთხო შრომას, ხო? ამიტომ აქ მნიშვნელოვანია სტრუქტურული გაძლიერება. თუ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში მეტნაკლებად შრომის ინსპექცია ოპერირებს და ასე შემდეგ, რეგიონებში ამის ნაკლოვანება მაინც შეინიშნება და მაინც არის.
შესაბამისი რეგლამენტების მიღება არის საჭირო 19 რეგლამენტია მისაღები და ერთის მიღებას ვახერხებთ ჯერ და ჩვენი ჩართულობა აქ არის, იმიტომ რომ რჩეველთა საბჭო, რომელსაც მე ხელმძღვანელობ შრომის ინსპექციაში, მთავრობაც არის ჩართული, დამსაქმებელთა ორგანიზაციებიც და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. უდიდეს გამოწვევად რჩება ამ კუთხით პროფესიული დაავადებების აღრიცხვასთან დაკავშირებით, ამას ვერც პროფესიული კავშირები ვერ ახდენენ და ნუ აი ხო 2006 წელს რომ დაჩეხეს მოკლეს და გადააგდეს ეს ინსტიტუტი პროფესიულმა კავშირებმა შეინარჩუნა შრომის ინსპექტორები და აი ამის ბაზაზე არის დღეს თუ არსებობს შრომის ინსპექცია ქვეყანაში, მაგრამ პროფესიული დაავადებების აღრიცხვა და აღწერა ეს უკვე მთელი სამედიცინო სფეროა, რომელსაც ანუ ამ შემთხვევაში არ გვაქვს მონაცემები, რომლებიც მექანიზმები, რომელიც მაღალი რისკის დასაქმების ადგილებზე მდგომარეობის შესწავლის და დასაქმებულთა დაცვის საშუალებას მოგცემს? დიახ და არ მოგცემს, იმიტომ რომ სხვა რამ არის ამ კუთხით გასაკეთებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს, აღრიცხვა უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის და პრევენცია, რაც ყველაზე მთავარია, პრევენცია უნდა ხდებოდეს და აი მობილური შემთხვევების თუ გარდაცვალების ფაქტების სტატისტიკაში, რაც თქვენ საზოგადოებას წარუდგინეთ, იქ არ არის აბსოლუტურად პროფესიული დაავადებების შედეგად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენი დაავადდა და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ხორციელდებოდეს კონტროლი. კარგი, ბატონო ირაკლი, ეს რაც შეეხება შრომის ინსპექციას. ცოტა დრო გაქვს დარჩენილი. რა ვქნა, თემატიკაა ესეთი და ნუ ალბათ თქვენს გაინტერესებთ და საზოგადოებას ხო, რომ მათი ცნობიერება ამ კუთხით ავაგოთ. მოდით საერთო გამოწვევებზე ვისაუბრებთ მაშინ. კვლავ გამოწვევად რჩება და ეს უკვე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით რასაც პროფესიული კავშირები ცდილობს უკვე წლებია, რომ ეს დილემა დაძლიოს, ეს არის ადეკვატური მინიმალური ხელფასის. დიახ, ამაზე ვაპირებდი კიდევაც კითხვის დასმას, დიახ. დიახ, ასევე უმუშევრობის შემწეობის, სოციალური დიალოგის, კულტურის ამაღლების და ასე შემდეგ. ნახეთ ჩვენ ჭიათურასთან დაკავშირებული საკითხი სამხრივ ფორმატში მეტნაკლებად რაციონალური, ესე ვთქვათ, წინადადებები შემუშავა და ყოველ შემთხვევაში იმას ჯობია, რომ ქალაქი დაკეტილიყო, მიწისქვეშა სამუშაოები აღარ ყოფილიყო და დასაქმება ამ კუთხით არ ქონდა, ქალაქი მომყარიყო, ხო? ღმერთმა დაგვიფაროს და აი ამ დიალოგმა მეტნაკლებად გამოძებნა ეს რესურსები დამსაქმებელთა გაერთიანებებთან, მთავრობის ჩართულობით და ასე შემდეგ. ეს უნდა ხორციელდებოდეს ყველა დონეზე აბსოლუტურად. მინიმალური ხელფასი რატომ გჭირდება უმუშევრობის შემწეობა იმისთვის, რომ დოლარი არის სულ რომ 100 მილიონი ჩადოს ვიღაცამ საქართველოს 100 მილიარდი ჩადოს საქართველოს ეკონომიკაში, თუ ეს მექანიზმები შრომის ბაზრის ეს ინსტიტუტები არ გვექნა განვითარებული, ის მოხდება ერთი ჯგუფის ხელში და საზოგადოებრივი სიკეთე, ანუ სამართლიანად რომ მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ ეს სიკეთე არ გვექნება. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არაფორმალური დასაქმება. თუ ჩვენ საუბრობთ რაღაც უფლებრივ ნაწილებზე ახლა, ხო? აი წარმოიდგინეთ ის რომ კონტრაქტით არ არის დასაქმებული, მაგალითად ბაზრობა დაიწყო თბილისში და ასე შემდეგ, 40%-მდე არის დაახლოებით არაფორმალური დასაქმება, რაც ნიშნავს იმას, რომ არც კანონმდებლობა, არც შრომის უსაფრთხოება, არც ბიუჯეტიდან ბენეფიტები, ну გარკვეული გარღვეობა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით და დეკრეტული შეუძლებების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არა, ესე ვთქვათ, ბოლომდე მოგვარებული ჩვენი დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა 2000 ლარია და ნუ 600 ლარს ჯობს ხო 6 თვის განმავლობაში და მით უმეტეს რომ საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს უნარჩუნდებათ სრულად ეს სხვა კატეგორიის, დანარჩენი კატეგორიის დასაქმებულებებზე საუბარი. მაგრამ იქ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს ესეც არ არის. დაგროვებითი პენსია და ასე შემდეგ. ეს გამოწვევა რჩება და ამ გამოწვევას ჭირდება მყისიერი რეაგირება. პოლიტიკური დღის წესრიგი და ჩვენს მანიფესტის საპირველო მაისო მანიფესტში ეს იყო აღნიშნული, რომ აქცენტები კეთდება აბსოლუტურად რაღაც განსხვავებულ თემებზე, არადა მოქალაქეების ყველა გამოკითხვის მიხედვით რა პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ხელფასების თემა, დასაქმების თემა და რეიტინგულად ეს საკითხებია. ახლა ნუ სასამართლო შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ შრომით საკითხებთან დაკავშირებით არც მახსოვს ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო. გასაგებია ზუსტად აი ამ კონტექსტში მინდა კითხვა. ერთსაც დავამატებ გამოწვევად, ეს გამოწვევა ეხლა ხან გაჩნდა და
ნუ ეხლა ხან რა მინიმალური ხელფასი ამდენი ხანია გვაქვს პრობლემა და ის რასაც წარმატებად თვლიდა პროფესიული კავშირების გაერთიანება ევროკავშირის კონტექსტში დავდებთ თუ რის გამო პირველ რიგში ჩვენ ხელმძღვანელობთ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე და შრომის კოდექსთან დაკავშირებით გითხარით და ასევე ქონდა საჯარო მოხელეთა კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ეს არის სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი და ნუ იმედი მაქვს რომ ჩვენი აქტიურობა კომუნიკაციები პარლამენტთან მთავრობასთან და მათ შორის ჩვენს მიერ გასაჩივრებული ანუ ექსპერტიზა მოთხოვნილი გაეროდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიმართებაში ამ კანონმდებლობას და ამ უკან გადადგმულ ნაბიჯს ესე ვთქვათ დაუბრუნდეთ იმ ჭრილში, რასაც მიღწევად აღიქვამდა საქართველოს. ბატონო ირაკლი, თქვენი განცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მთავრობამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს ამ კუთხით? ხომ არ ქონიათ ამასთან დაკავშირებით დიალოგი, იმიტომ რომ თქვენ წინა რესპონდენტის მსგავსად საკმაოდ მწვავედ აფასებთ ამ მიღებულ ცვლილებებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს გულისხმობ. მე წინსწრებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მე მოლოდინი მაქვს იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რაც ჩამოვთვალე ეს ამ ყოველფერს მხოლოდ პროფესიული კავშირების დამსახურებად ხო ნუ ეხლა ამას 2006 წელს და 7 წელსაც და საერთოდ რო არავინ დედამიწის ზურგზე და საქართველოში არც ერთი პარტია არც ერთი NGO არავინ არ საუბრობდა არც შრომის კოდექსი არც მინიმალურ ხელფასზე და ასე შემდეგ პროკავშირები საუბრობდა მაგრამ და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ ხო ჩვენ საუბრობდით და ამ უსამართლო სამართალთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სასამართლო პროცესს ვერ ვიგებდით, იმიტომ რომ კაბალური იყო კოდექსი, იმიტომ რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აღრიცხვას ვაკეთებდით და ამ ყველაფერს ვაკეთებდით, იმიტომ და ვმუშაობდით, რომ ეს უბედურება ვენახვებია ქართული საზოგადოებისთვის და ცივილიზებული მსოფლიოსთვის, რომ როგორმე რაღაც ამ პრობლემის მოგვეგვარებია და მოვაგვარეთ ეს გარკვეულწილად და ეხლა თუნდაც საჯარო მოხელებთან დაკავშირებით ნაბიჯი უკან არ ამგონია რომ მნიშვნელოვანი იყოს მე ჩამოთვალე ეხლა მექანიზმები რა არის საჭირო ქვეყანაში სტაბილურობისთვის და ასე შემდეგ ხო მინიმალური ხელფასი დიალოგის განვითარება სოციალური დიალოგის და ასე შემდეგ და მათ შორის არის ეს უფლებრივი ნაწილი თორე შრომის ინსპექცია როცა თავიდან აღდგა მხოლოდ უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი და აი ეს ჩვენ ყოველდღიურად გაფართოვდა მანდატი. კარგით, რატომ გაფართოვდა? იმიტომ რომ უფლებრივი ნაწილიც მნიშვნელოვანია. თქვენ თუ ეხლა 8 საათიანი სამუშაო დღე არ გამუშავეთ და 24 საათი გამუშავეთ, უნებრივია იქ სამუშაო ადგილზე რაღაც შეცდომას დაუშვებ და თქვენივე ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე. ამიტომ აი ამ კონტექსტში შრომის ინსპექციისზე ესე ვთქვათ გარკვეულწილად მას რომ გაეწია ამ კანონმდებლობაზე მეთვალყურეობა და ის იყო უნიშნელოვანესი და ეს შეუძლებელია. გასაგებია. ორივე სფეროზე არის პასუხი. კარგით, დიდი მადლობა დროის დათმობის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ ეს ირაკლი პეტრიაშვილი გახლდათ. დიახ, ეს ირაკლი პეტრიაშვილი გახლდათ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.